წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა ადგილზე. დღეს დედაქალაქის მერი იმყოფებოდა კახაკალაძის თქმით, საგზაო ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. გუშინ ფილსერვის ჯგუფმა სავალი ნაწილის სპეცტექნიკით დაასუფთავა. მაგრამ არჩევნიშვილი ჩაგურთება ახლა ადგილიდან პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციით მაგალითად. 9 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგებულია და როგორც მაყურებელი კადრშიც ხედავს, ავტომობილები უკვე ორივე მიმართულებით თავისუფლად ახერხებენ გადაადგილებას. რაც შეეხება ზოგადად რეაბილიტაციას, წერეთლის გამზირზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, ასევე სრულად მოწესრიგდა მიწისზედა ინფრასტრუქტურა, თუმცა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ამით არ დასრულებულა. ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია ბორდიულები და ტროტუარები და როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დაახლოებით კიდევ 2 თვე დასჭირდება და მარტში იგეგმება სრულად დასრულება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის. დღეს თავად კახაკალაძე იმყოფებოდა გამზირზე და პირადად დაათვალიერა აქ მიმდინარე სამუშაოები. დღეს 1 თებერვალია, საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები. გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება ჩვენი დედაქალაქისთვის, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვემოთ არსებული კომუნიკაციები. ეხლა პარალელურად მე არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დამთავრებულია, შეცდომაში არ შევიყვანოთ საზოგადოება. აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანებით სამუშაოები, ახალი განათების ბოძები გზის ერთ მხარეს უკვე დამონტაჟებულია თავისი ტროტუარების განათებებით და მეორე მხარეს მიმდინარეობს სამუშაოები. პარალელურად ეზოებში შესასვლელი მიერთებები გაკეთდება, დაიგება ახალი ასფალტი, დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება, ანუ ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლა ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად უკვე სამუშაოები იქნება დასრულებული. 31 მილიონი რაც იყო გამოყოფილი წერეთის რეაბილიტაციისთვის, იგივე დარჩა. უბრალოდ იმის მაგივრად, რომ პირველად გამარჯვებულ კომპანიებს მიიღოთ ეს ანხა სრულად, ვინაიდან ვერ შეძლეს თავის ვალდებულების შესრულება, შეუძლათ ხელშეკრულება და ახალ კომპანიებმა დაასრულეს ეს სამუშაოები და ესენი აიყენებენ ჯამში ის 31 მილიონი ისევ რჩება 31 მილიონად და დამატებით არაფერი არ იხარჯება წერეთის რეაბილიტაციისთვის. ჩვენ ჩავერთეთ დაახლოებით 15 იანვარს, ჩვენი მონაკვეთი იყო სტანისლავსკის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე, დაახლოებით კილომეტრიანი მონაკვეთი იყო, სადაც სრულად მოხდა მარჯვენა მხარის ამ მონაკვეთის სტაბილიზაცია, რეციკლირება, სამი ფენა ასფალტის დაგება, ჭების ამოწევა, ბორდიურების ჩასხმა, კუნძულების მოწყობა და მეორე მხარეს ზედაფენის დაგება. ვადების სიმცირის მიუხედავად საკმაოდ ხარისხიანად და რაც მთავარია, სწრაფად მოხდა 24 საათიანი რეჟიმში ამ ობიექტის დასრულება. მუშაობდა შეპეს პარმა, საბაძის მოედნიდან გვეტაძის ქუჩამდე მოიხსნა საფუძველი. გაკეთდა სტაბილიზაცია, გრუნტისნაირი რეციკლირება, დაიგო სამი ფენა ასფალტი. და ვადებში ჩავეტიეთ, როგორც ქონდა 1 დღე 30-ში დავასრულეთ სამუშაოები. ტროტუარები დარჩა და დაახლოებით პირველ 2-3 დღეში დასრულდება სრულად სამუშაოები მარცხენა მხარეს. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური განხილვების და სპეკულაციების თემა. მე შეგახსენებთ, რომ ვერ შესრულებული სამუშაოების გამო თბილისის მერია იძულებული გახდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები შეეცვალა და სწორედ ეს იყო თემა, რაზეც ხშირ შემთხვევაში თბილისის მერიას ოპონენტები აკრიტიკებდნენ და დღეს თბილისის მერმა თავის ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი დანაპირები შესრულებულია და წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად არის აღდგენილი. დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი რა არის, რომ ეს გამზირი, სადაც ხო გახსოვთ რამხელა აგრესია, რამხელა ცილისწამება მოდიოდა რადიკალების მხრიდან, აი როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, რომ ასეთი პროექტების განხორციელება არ გიხაროდეს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადაუხადო
ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გვეთანამშრომლებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ აი შეზღუდვები და პრობლემა რაც იყო გადაადგილების თვალსაზრისით მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ დედაქალაქის მოსახლეობისთვის და ამ თანამშრომლობისთვის მადლობა მათ. მიუხედავად იმ ცდილობისა, რომ ზოგიერთი ხელმოწარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს, მაინც შეძლეს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა. მე მინდა ნაცებს მივმართო. გამოდით ბიჭო წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ. აი თქვენ ხელმოწარულებო თქვენა. ეს კიდევ ერთი კარგი ილუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯი აბა დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ახარ ჩასაფრებულები. ხელმოწარულები დარჩით აქაც. იმიტომ რომ კახი კალაძის გუნდმა, მერეამ, ბატონმა ბენდელიანმა, მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდნენ, ღირსებით და დროულად ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში. მომხრივი მოძრაობა როგორც პროექტით იყო განსაზღვრული, ვადაში შესრულდა. ასე რომ კიდევ ერთხელ სირცხვილი თქვენ. გამოდით ეხლა დაგთვალოთ. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 32 მილიონი ლარია გამოყოფილი და როგორც უკვე აღნიშნე, რეაბილიტაციის სრულად დასრულება მარტის თვეში იგეგმება. მადლობთ მაკა არჩევნიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.